მოგესალმებით ზურფასო Fight Hop-ისა და ჩემი YouTube არხის მაყურებლებო. მე ვარ რომეო ცენტერაძე. თქვენი იმყოფებით ჩემს YouTube არხზე, პირად არხზე, ასევე მე ვარ Fight Hop პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანი და სანამ დავიწყებთ უშუალო ვიდეოს შინაარსზე საუბარს, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და მეხმაროთ რომ დავძრა წინ საქმე, წინ გავზარდო ჩემი არხი და შემოგთავაზოთ უფრო მეტი ვიდეოები. პირველ რიგში მინდა რომ ოდიში მოგიხადოთ ესე უეცრად გავუჩინარდით, მეც გიოც Fight Hop-იც რამდენიმე კვირით. ქონდა ამისი მიზეზი, აღარ მინდა კონკრეტულად ჩამოსვლა, არაფრის იყო მიზეზი და მორჩა. და დღეს არა ტრადიციულ ამპლუაში დაგიბრუნდებით, ჩვენ ამ კონკრეტულ YouTube არხზე, ჩემს პირად YouTube არხზე ძირითადად ვსაუბრობთ ტექნიკურ დეტალებზე, ბრძოლის ტექნიკურ დეტალებზე, ბრძოლამდე წინასწარ, ბრძოლის შემდეგ და ესე შემდეგ ამხილავთ როგორი იყო ნოკაუტი, როგორი იყო საბმიშენი, როგორ მივიდა აქამდე და ესე ვცდილობ რომ აი ამ მხრიდან დავანახო ხალხს ეს სპორტი და ვესაუბრო ტექნიკურ ინტიმურ და ტექნიკურ ესე იგი მხარეებზე სპორტის მაქსიმალურად სადაც ჩემი ცოდნა გაჭდება იქამდე რა. მაგრამ დღეს ცოტა სხვა კუთხით მინდა ვიდეო ჩავწერო და ცოტა მიული და მოული გვერდიდან, მაგრამ მთლიანობაში კარგად შევეცდები რომ კარგად ჩამოვაყალიბო აზრი იმისა თუ რა მინდა რომ თქვა რა. ესე იგი ერთი კვირის წინ ჩატარდა ტურნირი, UFC-ის ტურნირი პირველად ბაქოში. და ესე იგი ამ ტურნირზე არც ერთი მგონი თუ მხოლოდ ერთი ზუსტად არ მახსოვს, ანუ ბაქოში, აზერბაიჯანში დაბადებული გაზრდილი აზერბაიჯანელი მებრძოლი არც ერთი არ იყო, მგონი ერთი იყო მარტო. ნაზიმ სადიხოვი, რომელიც რუსეთში დაიბადა, ამერიკაში ბრუკლინში გაიზარდა, ვიცნობ ძალიან კარგად, ყავდა კიდევაც გადაცემაში. საუკეთესო ბრძოლის ბონუსი მიიღო და ნოკაუტისაც ნაზიმმა და გულოცავ. აზერბაიჯანელი ბიჭია, მაგრამ აზერბაიჯანულიც კი არ იცის. და მეორე ფიზიევი, რომელიც თლად აზერბაიჯანელი კირგიზსტანში არის და მგონი გაზრდილი და დაბადებული და ესე შემდეგ რა. ანუ ამით რა მინდა ვთქვა, კი არ ვაკნინებ ამ ბიჭებს მაგის გამო რომ აზერბაიჯანში არ გაიზარდნენ და რაღაცა, ანუ ეგენი რომც იყვნენ აზერბაიჯანში გაზრდილები და დაბადებულები, მაინც ხო აზერბაიჯანს არ აყავს დღესდღეობით კონტინგენტი თავიანთი მებრძოლებით შემდგარი ისეთი ძლიერი, რომ აი UFC ჩაატარონ ბაქოში, მაგრამ ჩატარდა მაინც. და რა თქმა უნდა მესმის ყველაფერი, რომ იქ დიდი ფული იყო ჩარეული, ბაქოს აქვს, ნავთობი აქვს და სხვა რაღაცები პოლიტიკურად ცოტა უკეთ არიან, სული აქვს მოთხმული ჩვენთან შედარებით და ესე შემდეგ. და ამ ყველაფრის ხარჯზე შემოახერხეს, რომ UFC ჩაეყვანათ აზერბაიჯანში რა. და წარმოიდგინე ხა ეგენი რამდენი სიზამდნენ, რომ ჩვენსავით ორი ჩემპიონი ყავდეთ, ამდენი კონტენდერები ყავდეთ და ამდენი მაგარი ბიჭები ყავდეთ UFC-ის გარეთ, რომლებიც აგერ უკვე მალე მოხვდებიან UFC-ში. ანუ ტიპებს არ ყავს. ერთი-ორი მებრძოლი ყავთ თითზე ჩამოსათვლელი რა. და რამდენამეს აკეთებენ მაინც თავიანთი სპორტისთვის, ქვეყნისთვის და მებრძოლებისთვის, ბიჭებისთვის, ხო? რამხელა ახლა ნაზიმმა გარდა იმისა, რომ თავის სახში იბრძოლა, მაინც სისხლია. კი ბაქოში არ გაზრდილა ეგ და არ დაბადებულა, მაგრამ მაინც თავის სისხლია ეგ და ძალიან უნდოდა ყოველთვის ამბობდა ხოლმე პირადად ვთქვამს ჩემთვის რომ მინდა ძალიან იჩხუბიო და იქ იჩხუბა, ეს ოცნება აიხდინა. მერე ფული აიღო ძალიან დიდი, ბონუსი აიღო 100,000 მარტო საჯაროდ რაც იმის გარდა კიდე რა მისცეს კაცმა არ იცის. და ეს ძალიან დიდი мотиваცია და მნიშვნელოვანი რაღაცაა სპორტსმენისთვის, მithumetes მებრძოლისთვის, რომელსაც მებრძოლები არ აკეთებენ ბევრ ფულს რა, გინდა იჯერეთ, გინდა რა, არ არის ამ სპორტში ყველასთვის ბევრი ფული რა. და ზოგადად სპორტის განვითარებისთვის ახლა, როდესაც მოჩხურებით კი არ ყავს ნორმალურად 10 მოჩხუბარს ვერ ჩამოთვლი სოფლიო დონის UFC-ში, კი არა და UFC-ის გარეთაც თუ გინდა აზერბაიჯანელს
და ამცეთ დონის ტურნირს აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა, ამდენი ფული ჩაიდო, ვინ რა ჩადო რა. თავია რომ შეიკრა ხალხი, შეიკრა შემადგენლობა ადამიანების, რომელსაც უნდათ ჩამოყვანა ბაქოში UFC-ს და გააკეთეს ეს ფაქტურად მოჩხურების გარეშე. აზერბაიჯანის მოჩხურების გარეშე გააკეთეს ის, რომ აზერბაიჯანში ჩაატარებინეს event-ი UFC-ს. და ჩვენ ამ დროს აგერ ერთი ჩემპიონმა ეხა სამი კვირის წინ დაიცვა კამარი, მეორე ჩემპიონი ეხა რამოდენიმე დღეში იბრძვის, ილია თოფურია და მეორე კამარზე იწევს და სავარაუდოდ კი არა რა ვიცი ხა სავარაუდოდ მოდი ვთქვა სავარაუდოდ ილია მეორე წონით კატეგორიაში აიღებს უკვე კამარს და ეს უკვე ერთი წელია ეს ამბავი მიდის, რაც ორი ჩემპიონი ყავს, კონტენდერები ყავს, ამდენი წელია უკვე და gara თუ საქართველოში ჩასვლაზე და მასე რა ქვია UFC-ში საქართველოში UFC-ს ჩატარებაზე მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არა. მაქსიმუმ რაც მოვახერხეთ ჯერჯერობით არის ნინა დრამა ჩავიყვანეთ, ისიც მერაბმა ითავა ეგ თავის თავზე აიღო და ჩაიყვანა. თორე აბსოლუტურად არაფერი ქართული არც მასმედიის მხრიდან, არც თავრობის მხრიდან არაფერი აბსოლუტურად არ ხდება. არც ჟურნალისტები ჩამოდიან აქ. კი ბაქოში იყვნენ ქართველები ახლა იქ მესმის რომ იქ ნებისმიერ შეუულია ახლა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუულია ადგეს და წავიდეს თავისი ხარჯით რა არ იქნება ახლა ძვირი და ახლა იქვეა რა ვიზა იქ არ გინდა და არაფერი. მაგრამ როდესაც ამ დონის ტურნირში ამდენი ჩემპიონები და მაგარი მებრძოლები ყავს, აგერ რომანი იბრძვის კიდე მალე დოლიძე აგვისტოში. როგორ შეიძლება რომ სპორტის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო არ ჩაერთოს იქ რაღაცა ქალაქის მერია თუნდაც არ ვიცი პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა გადაწყდეს ეს ისეთი ამბავია პრეზიდენტი შეხვდა UFC-ს ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მე არანაირად არ ვემხრობი მაგ ადამიანს როგორც პიროვნებას ალიევის ჩემთვის ეგ ჯორევი დიქტატორია მაგრამ თავის ქვეყნისთვის შეხვდა იმ კაცს რა ხო არ დამდგარა არ უთქვამს რა მე პრეზიდენტი ვარ ეს ვინ არის და რაღაცები ისის პრეზიდენტია თან ძალიან დიდი ორგანიზაციის. ჩვენთან არაფერი. აი ხა თოფურია ჭუბობს, ხალხო საერთაშორისო ფაითვიკი მიდის. და არანაირი აქტიურობა საქართველოსთან ისევ და ისევ არ არის. და სხვათა შორის აქედან მინდა გავაკეთო გადასვლა მეორე თემაზე. ილიას მხრიდანაც ანუ გრძელდება იგივენაირი დამოკიდებულება შესაბამისად და ანუ რას გულისხმობ ხა ამაში. MMA არის ძალიან ვიწრო წრე. თუმცა ამ წრეში ხარ, თქვა როგორც მე ვარ, ხო? ეს არის პრივილეგია. კი, ახლა შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ბევრი ხალხია MMA-ში ჩართული, მაგრამ არ არის ეგრე. ტელევიზორში როგორც ჩანს ისე არ არის. რეალურად არც ისე ბევრი ადამიანი არის ამ შიდა წრეში ჩართული, აი ამ ჭუბებში, პრომოუშენში, მენეჯმენტში მებრძოლებთან დაახლოებული პირები არ ვართ ეგ ბევრი რეალურად. პატარა წრეა რა, პატარა community-ია რა. და როდესაც ამ community-ში ხარ, იგებ ისეთ რაღაცებს, ინფორმაციებს, მიგიწვდება ხელი ისეთ ინფორმაციებზე, რაც არ უნდა გაახმაურო არსად. უნდა იცოდე ენაზე კბილის დაჭერა. ამას თუ ვერ ხვდები, მაშინ უკვე იმ წრეში ვეღარ იქნები მეორე და მესამე დიქ შენი თანდასწრებით, ან აღარ იტყვის არავინ არაფერს ისეც რაც საჯაროდ არ არის სათქმელი, ან უბრალოდ არც კი მოხვდები ეგ წრეში, გამიგე? ხო და ანუ აქედან გამომდინარე ვიძახი, ეხლა რასაც ვიტყვი მე ილია თოფურიაზე, ხო? მე ეს არც მომისმენი არსად, არც ჭორად გამიგია, არც არაფერი არანაირი, ანუ ნებისმიერი რამ, რაც ვიწრო წრეში მე გამიგია, მომისმენია, ხო, MMA-ში, ხო? არასდროს მე ამას არ გავიმეორებ საჯაროდ, იმიტომ რომ ხვდები იმდენს, როგორც ბევრი თითქმის დანარჩენი ყველა სხვა, რომ ეს არის პრივილეგირებული ინფორმაცია და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ყურებისთვის ერთმანეთთან სასაუბროდ დახურულ კარს მიღმა. მაგრამ რაც მე უნდა ვთქვა, ახლა შეიძლება თქვენც კი, ბევრმა თქვენგანმაც კი უკვე დაინახა და მიხვდა. უბრალოდ მე ამას ვიზახი სუფთად ჩემს ნააზრევს რა. მე ანუ რას გულისხმობ? ილია თოფურიას და საქართველოს ურთიერთობას გულისხმობ რა. ადრე ილია ძალიან ხშირად ჩამოდიოდა უფრო საქართველოში გახსოვთ ალბათ ინტერვიუებსაც იძლევდა, აჭარბეთთანაც ჰქონდა ურთიერთობები. მაგრამ ჩემპიონი რაც გახდა, მას მერე ერთხელ იყო ჩამოსული, გონი და всё, იმის მერე საერთოდ ზოგადად თავსაც იკავებს
საქართველოზე კომენტარების გაკეთებას და მე ყოველთვის მქონდა ჩემი ვერსიები ამასთან დაკავშირებით თუ რატო და დღეს მოусმინე არიელ ჰალვანისთან მაგის ინტერვიუს სადაც არიელმა კითხა რომ თუ ვაპირებ მერაბის მსგავსად აი საქართველოში ჩასვლას მაგრა დახვდნენ მერაბს და ალბათ შენც ეგრე დახვდებიანო და თუ ვაპირებ ჩასვლასო და მილიან ეგეთი რაღაც უპასუხა ნახოთო თუ რამე უკეთესი შემოთავაზება მექნება ალბათ იქ წავალ უფრო რა ანუ რა თქმა უნდა მე ძალიან ისეთი სენსიტიური და დასახსნელი თემაა ეს აშკარა არის ჩემი აზრით აშკარა არის რომ რაღაცა ხდება თოფურიებსა და საქართველოს სავარაუდოდ თავრობას შორის კიდევ ერთხელ ვიზახი მე ამაზე არავისთან არ მისაუბრია არა ეს რუინმესთან განმეხილა კიდევაც ან რუინმეზე რომ დამესვა ეს კითხვა ამაზე არც კი ვილაპარაკებდი არავის ჩემთვის ამაზე არაფერი არ ვთქვამს არასდროს და არც შევეკითხებოდი ესეთ რაღაცას არავის თუ თვითონ არ მეტყოდა რა მაგრამ უბრალოდ ეხა ჩემი გადმოსახედიდან რასაც ვხედავ უკვე შეუძლებელია აი ამ კომენტარის შემდეგ რაღაცა არ გააკეთო ანუ არ გაამახვილო ადამიანმა ამაზე ყურადღება და რაღაცა არ თქვა შეიძლება ვწდები შეიძლება ყველაფერი კარგადაა მაგრამ ამ წუთას მე როგორც ვუყურებ ამ სიტუაციას აშკარაა რომ ჩვენ თავრობა რაღაცა შეცდომები აქვს დაშვებული ილიასთან რა უფრო ჩვენ თავრობას ექნება ილიასთან შეცდომები დაშვებული მე ესე მჯერა ვიდრე ილიას პირიქით მაგათთან იმიტომ რომ ჩვენ თავრობას შეცდომების დაშვება არ უჭირს საერთოდ სპორტსმენებთან რა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას არც მერაბის ბრძოლებზე ჩამოდის არავინ ჩემპიონია კაცი რა აზერბაიჯანელი რო იყოს მერაბ დვალიშვილი ან ილია თოფურია წარმოიდგინეთ რამდენი მთელი აზერბაიჯანი და მთელი ის ან რუსი რო იყოს მთელი რუსეთი ჩამოერეკებოდა დაღესტანელი რო იყოს მაგრამ არავინ არ იწუხებს თავს ჩვენთან რა კი იქ რო ჩაიყვანენ სტუმრებს ბიჭები იქ უშლიან სუფრას და ეგ ეხა ჩვენ ციხში გვაქვს ეგ სუფრის გაშლა კაც რო დავინახავთ სტუმარს ავტომატურად იშლება სუფრა თითქოს რა საქართველოში და ღვინოს თავისით ისხმება რა მაგრამ აი ეს არის თავარი ეს პიარი აი ამის გამოა რომ არც მატება არც ბუმია ქართულ MMA-ზე არც დარბაზები ფართოვდება არც სპორტი რეალურად არ მიდის ახლა საქართველოში წინ სპორტი ან კი მიდის მაგრამ ნელ-ნელა ისე სწრაფად არა როგორც ორი ჩემპიონის მქონე ქვეყანას უნდა მისდიოდეს წინ საქმეები რა არ მიდის ეგრე სწრაფად ani მაგის მიათედიც კი არ ხდება რაც უნდა ხდებოდეს რა და რა ვიცი თუ ვინმე უყურებთ ამას ჩემ ვიდეოებს ისეთი ვისაც რამე გეთქმით ხელი მიგიწვდებათ სადმე ხმა მიგიწვდებათ სადმე რაღაცის ზურგი გაქვთ ხალხო კიდევ ერთხელ ვუშვებთ ხელიდან ძალიან მაგარ შანსებს ჩვენ ქართველები და საქართველოს როგორც სახელმწიფო რა იმიტომ რომ ამ ყველა ნებისმიერი რაღაცა შეიძლება იყოს ქვეყნის აშენების საწყისი წერტილი შეიძლება სპორტიდან დაიწყო ქვეყნის შენება და მერე სპორტს მიბაძოს სხვა რაღაცებმა და იმათაც კარგად ააშენონ თავიანთ დარგში და ერთ მეორეს მიბაძონ რა რაღაც კულტურიდან დაიწყო შეიძლება თეატრიდან რაღაც ასეთი რაღაცა გვაქვს რა ხელში ახლა ამ წელს ორი ჩემპიონი გვყავს ამდენი ოქრო გვიჭირავს ხელში ამ ოქროს გამოყენება უნდა ამ ოქროს ინვესტირება უნდა გამოუშვით ჟურნალისტები გამოუშვით ხალხი გამოუშვით ვინც ცოტა ხმაურს ატეხავს თავ ამ ბიჭებსაც მოანდომებს უფრო მეტად რო რაღაცა გააკეთონ შენი სამშობლოს შენი ხალხის ისგან მიღებული მუხტი აუცილებელია მებრძოლისთვის მით უმეტეს არსა და რამდენი წელია მე საქართველოში არ ყოფილა მაგრამ და სად არ ვიყავი საქართველოს გარეთ თელი ამერიკა მოვიარე და აქ ცხოვრობ თელი უმეტესობა ცხოვრება ჩემი რა ვერსად ვერ მივიღებ და არც მიმიღია არასდროს ისეთი მუხტი მე და ბევრ ქართველს შემსავით როგორც სახში ვიღებ რა და როგორც მივიღებ როცა დაუბრუნდები რა ამიტომ ნუ რა ვიცი მე ეს უბრალოდ ისეთი ვიდეო კიდევ ერთხელ გეუბნები მე ილია თოფურიას ტექნიკური განხილვა ადრე დავდე ამ მარხზე დევს შეგიძლიათ ნახოთ სხვა ვიდეოების დევს მერაბის საბმიშენის ტექნიკური განხილვას დევს სხვა რაღაცეების დევს შეგახსენებთ ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ რომ გამოიწეროთ არხი მაგრამ
ნუ ეს ვიდეო ცოტა სხვა ჟანრისაა, უბრალოდ მინდოდა ამის თქმა, იმიტომ რომ მთელი დღე ეს მაწუხებს ეს ისა რომ მოვისმინე ეს ინტერვიუ და რავი, სულ ეს იყო მეტი არაფერი. იმედია რომ რაღაცა დადებითი მოყვება ამ ვიდეოს, ახლა მე არ მაქვს იმხელა პლატფორმა ჯერჯერობით რომ ხმა მივაწვდინო ვიღაცას, მაგრამ ვისაც გვაქვს, იქნება რაღაცა ცოტა ერთმანეთს მივაწვეთ და სადღაც საჭიროა იქ მივიდეს სწორად. მესიჯი რა. სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კიდევ ერთხელ ბოდერს გიხდით რომ გავუჩინარდით დროებით მე და გიო. ამირან გოგოლაძის ინტერვიუც მოგვიანებით ძალიან გვიან დაიდო Fight Hop-ზე. მეც დიდი ხანი არაფერი არ ჩამიწერია და ეხლა დავბრუნდი. მაგრამ იმედია აწი დიდი ხანი პაუზის გარეშე გავაგრძელებთ როგორც აქამდე საქმიანობას და დაგიბრუნდებით ძალიან მალე რომან დოლიძესთან გვაქვს დაგეგმილი 5 ივნისს ინტერვიუ და კიდე სხვა რაღაცები, რა თქმა უნდა ილიას ბრძოლის შემდეგ აქაც გავვალთ ალბათ ლაივში ამ არხზე, Fight Hop-ზეც გავვალთ ლაივში. ასე რომ ბევრი კარგი რაღაცები გვაქვს კიდე დაგეგმილი, ეს ყველაფერი უფასოდ არის YouTube-ზე, მთავარია რომ გამოიწეროთ არხი, რომ მოვიდეს ნოტიფიკაცია, რომ ახალი ვიდეო როცა დაიდება, ლაივი როცა ჩაირთვება. დაალაიქეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ეხმარება ვიდეოების რომ გავარდეს და ყველამ ნახოს, ბევრმა ნახოს და ესე შემდეგ. წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით გამოწერებისთვის, ლაიქებისთვის, კეთილი კომენტარებისთვის და გემშვიდობებით დროებით. აბა კარგად.